კიდე მორიგი ჩემი მტკივნეული თემა მინდა დავსვა ახლა წიგნი. ამ ბავშვებს, ჩემი შურების ხელა ბავშვებს უფრო ტელეფონი ურჩევნიათ ბუნებრივია. თქვენ ოჯახში თუ იყო და არის ეს პრობლემა, როგორ გავუმკლავდით და ვერ გავუმკლავდით სამწუხაროდ. გვიჭირს ჩვენც ეს წიგნის, როგორც ასეთი წიგნის კითხვის თემის პრობლემა გვაქვს და ვერ გავუმკლავდით სამწუხაროდ. ну ჯერ ერთი რომ მხატვრულ ლიტერატურას იმ მასშტაბით არ კითხულობენ როგორც ჩვენ, ანუ მე რომ იმას აქში ახლა ჩემი უმცროსი ბიჭსაცებში ჟულ ვერნი და კონან დოილი და ახლა ეს რაღაც სტანდარტული რაღაც ჰერბერტ უელსი, რაღაც სტანდარტული რაღაცებზე პირად ვიცოდი. ამანაც იცის, ოღონდ ან სერიალი აქ ნანახი, ან ვიკიპედიაში წაკითხული რა. ხო და ამიტომ რომ მამა მეოთხე შერლოკ ჰოლმს უყუროთ და შერლოკი ხო ნახეთო კაცო. დედას გეცემი 2-3 დღით ზუსტად ეგ დიალოგი გქონდა. შერლოკიც ნახეთო და ელემენტარი რო არის სერია ეგეც ხო ნახეთო და ეხლა იმას ხარ ვეტყვი რომ მაგარი საბჭოთა სერიალი იყო 60 ხო იყო რა არა მაშინ მაგარი კლასიკა იყო ხო დღემდე ამბობენ ისინი კონან დოილისტები რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლმსია. ხო და მაგრამ ნუ ეხანდელი გადმოსახედა რო უყურო გაჭიმული არა ძალიან და ეგეთ ფილმებს ვიღა უყურებს რა თუ ეგ შენი არ არის. ხო და აი რა შევამჩნიე ხა ჩემი ბიჭიც და გოგოც რასადროდის დადიოდა რა კლუბში სათამაშოდ. და ქვეყნის ინფორმაცია აქვს თავში, აი უამრავი ინფორმაცია აქვს თავში, მაგრამ ძირითადად მაინც ვიკიპედიური ინტერნეტული ინფორმაცია რა. თორე არანაკლები შეიძლება თუ მეტი არა ვიდრე მაქვს მე. მაგრამ არა აქვს ფუნდამენტალური ეს ლიტერატურული ის განათლება რა, კლასიკა და ეს სამწუხაროდ წაკითხული არ აქვს გულისხმობ ემოციური ინტელექტის თვალით, როცა კითხულობ და შენში ეს ისა. ანუ წაკითხული აქვს როგორც რეზიუმე რა, ანუ ოპ და ადაპტირებულები რო გამოდიოდა ეს პერიოდი. და აქ დასრულდა და გასაგებია სიუჟეტში ესეთი სვლარი და ესე განვითარდა მე მოვლენები და როგორ ტრაგედია. მაგრამ რო ეს ტრაგედია შენში გაიაროს ამ ტრაგედიანო რაღაც ემოცია გამეჭოს ეს ამ ახალთაობას და ეს მარტო ჩვენ არ გვიღება. ანუ ეს არ ეხება ჩვენ შვილებს, ჩვენ მართ საქართველოს არ ეხება. ზოგადად სოფლიოს ეპოქა ეგეთი რა. და ეგრეა რა, ანუ რაღაცნაირად ნაკლებ ემოციური გახდა სამყარო.